ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები საარჩევნო მარათონში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა იყოს, რადგან სხვა საკითხები ახლა ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილია. ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, გაცხადებულად გირჩია. გახარია საქართველოსის წევრები კი ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არ საუბრობენ. ავტორების დაკვეთა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დაკვეთა ბოლო პერიოდის მანძილზე, ვის არის ამ პროტესტის ლიდერი, ეს არის პოლიტიკური თვეების ოჯახის წევრები, ესენი არის პოლიტიკური თვეების ოჯახის წევრები და მათ შორის აქ უნდა არიან ის ხალხი, რომელიც ფეხმოუწვდათ დგას რუსთაველზე ბოლო თვეების მანძილზე. მათი დაკვეთაა, რომ კონკრეტულ ავტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და განაცხადონ ბოლომდე მიყვებიან ამ წინააღმდეგობის გზას თუ ჩამოშორდებიან დანარჩენ საზოგადოებას. ჩვენ ვიბრძვით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ანუ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ იქნას განთავისუფლებული ყველა პოლიტპარტია. მაგრამ ამ მიზნისთვის ვიბრძვით დღეს, ამ მიზნისთვის ვიბრძვით გუშინ და ამ მიზნისთვის ვიბრძოლებთ ხვალ. ეს არის ჩვენი მთავარი გეგმა. სხვა რაიმე ტიპის არჩევნებზე, სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე ჩვენ დღეს არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. პოზიცია რა თქმა უნდა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე მივიჩნევთ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში ზუსტად იგივეს, რასაც მიიჩნევენ ჩვენი ამორჩევლები და საქართველოს მოსახლეობა და ეს პირველ რიგში არის პატიმრების საკითხი და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნება ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ჩვენზე არ მოქმედებს არც ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა, არ მოქმედებს არც ოცნების მოწოდებები, რა თქმა უნდა არ მოქმედებს არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსული მოწოდებები. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენს ამორჩევლებთან ერთად. ცხადია, რომ რაღაც ლელო და გახარია დაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და ამიტომ აქ რატომ ხდება ესეთი უცნაური დისკუსიები ოპოზიციურ ფლანგზე, ვინ იღებს და ვინ არა, როცა მეგონი ცხადია, რომ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა, თუ რაღაც რეგულაციას არ აწყობს და რაღაც სხვა გზით არაფერებს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით, იმიტომ რომ ჩვენზე რთული არჩევნებია, ზოგადად რეგულარული არჩევნები ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, მათ შორის ადამიანურს, ამიტომ შეხვედრები ვაქვთ სხვა რეგიონში, ხუთშაბათს ვექნება მაგალითად თელავში შეხვედრა. და ვეცით ადამიანებს, რომელსაც ზადარიან გირჩი წარმოადგენონ საკრებულოში და საკუთარ რეგიონის და ქალაქის პრობლემებზე ლაპარაკონ. ნაცმოძრაობის პოლიტიკური ძალა და მისი განშტოებები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე. მიიღებენ მონაწილეობას ვაია მათთვის, იმიტომ რომ დამარცხდებიან კიდევ უფრო უარესად, ვიდრე 24-ში, არ მიიღებენ მონაწილეობას, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, რაც ასევე ძალიან კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ თუ არ მიიღებენ, რაც ნამდვილად არ ადარდებს ახლა ქართულ საზოგადოებას, ნაცმოძრაობას ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი პოლიტიკურად. ადგილობრივ არჩევნებზე ამ უსამშობლოების პოზიცია სერიოზულად მიიღებთ, აღიქვამთ. არც ერთი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. როგორც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თუ მოვა დირექტივა მათი პატრონებისგან რომ მიიღონ მონაწილეობა, მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებშიც მონაწილეობას. თუ არ მოვიდა ასეთი დირექტივა, მაშინ არ მიიღებს არც ერთ, მაგრამ ზოგადად მინდა გითხრათ, მიიღებენ უია, არ მიიღებენ ვაია, თუ როგორც არის, ზუსტად ზედ გამოჭრილია აი ამ უსამშობლოებზე ეს გამონათქვამი ქართული. რეალობა ასეთია, ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ მიიღებს მონაწილეობას, გვაქვს კალენდრით დადგენილი რეგლამენტით ადგილობრივი არჩევნები, სადაც ქართული ოცნება და ასევე არაერთი მათ შორის სხვა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის და ეს.